დედა, მამა, ძმა, ბიძა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი. თუ ყველა თანასწორია ამას იკეთებ უზრუნველყოფილია და კარგად ხორ, კითხონ ერთი ხალხი, თუ ყველას რო დაუტოვებენ ქუჩაში, ამად გამო რო გაძვირდება ყველაფერი, ამად გამო აღარ შემოვა რაღაცა პროდუქტი რა ქნას ამ ხალხმა, ხო? იცით რა, ჩვენ თუ გვინდა რომ მართლა პრობლემას მოუვაროთ, რაც ქვეყანაშია და მართლა რეალურად შევხედოთ სიტუაციას, ეს კი არ უნდა იყოს დამოკიდებულება, თქვენ მართლა უარყოფით ხედავთ დადებით, არ ხედავთ რაც გაკეთდა. ხედავთ დადებით, მაგრამ ამავე დროს როდესაც ამბობენ რომ აღმოიწყო კორუფციაო, ეს სერიოზულად შეიძლება ადამიანმა მიიღოს, კორუფცია მიიღოს სხვა ფორმები, ელიტარული კორუფცია გახდა და სრულიად კონტროლის გარე გავიდა კონტროლიდან, საზოგადოების კონტროლიდან და შეუძლებელია კიდევაც გადავა ინფორმაციის მიღება და რაიმე თქვა ესე ზეგავლენის მოხდენა ამაზე. ეს ასეთი კორუფციაა დღეს. როგორ ხდება პრივატიზაცია უდესტების, როგორ ხდება ტენდერები, როგორ ხდება ყველაფერი სხვილი აი ვთქვათ შესაძლებლობები. ეს ყველაფერი აი ამაში ეს სიგნალით არის მოწოლი აბსოლუტურად. ეს არის ერთადერთი. ეს იმას ნიშნავს რომ არ მოიწვა კორუფცია ქვეყანაში. აი ხო უნდა გავუცხრათ ეს ამას პასუხი. არა, უბრალოდ ამის და თვითონ დაიტოვეს და მე დავამატებ იმ გაჭირვებასაც იმ შინშილსაც კიდე აიტანა ქართველი ისიც, მაგრამ აფურთხეს სულში ქართველს. ამას ვერ აიტანს საქართველო. გამორიცხულია ეს ამბავი. და ხვალ მე კიდევ ერთხელ მოუწოდე მთელ საზოგადოებას ყველას რომ გავერთიანდეთ ერთი იდეის ირგვლივ საქართველოს გადასარჩენად. ამან მაინც შეკრათ ეს ქვეყანა, რომ მოდით არა პარტიებთან, არა ვიღაცა ორგანი ხალხთან, დავდგეთ თუ ყველა ერთად. დაინახონ ამათ რომ რა არის ერი მართლა და ვინ არიან ეს. მაგრამ ხალბატონო მაია, სანამ არ იქნება ძლიერი და ნამდვილი ოპოზიცია ქვეყანაში, მანამდე არაფერი არ გამოვა და მე ვხედავ ძალიან ჯერჯერობით უნდა იყოს პირველ რიგში. რა თქმა უნდა იყოს ხალხი უნდა იყოს და ხალხიდან უნდა წამოვიდეს ახალი ლიდერები. იმიტომ მე რაც მოხდა ახლა ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, როგორ მოხდა სახეცვლილება იმ ადამიანების, რომელიც თავის დროზე ოპოზიციის ლიდერებად იყვნენ, ზოგიერთ გულისხმობ. ეს ნუ მარტო ეს რა ვიყოს, ეს არის ძალიან დიდი ესე იგი ცივი შხაპი, რომელიც გადააწყეს ხალხს. მაგრამ მოგახსენებ შეიძლება რომ ითქვით რომ სხვათა შორის არსებობდა ინფორმაცია, მე პირადად მქონდა ვიცოდი რომელ პარტიას ანუ დღეს პარლამენტში მოხვდეს ვინ აფინანსებდა თავრობიდან. ეს მე ვიცოდი და ხალხმაც იცოდა და მათაც რომ დომოდათ ალბათ გაარკვევდნენ ამას. მე ერთეულს უცხარი არ დამიჯერეს და საერთოდ მინდა ვთქვა რომ ხა ძალიან ბევრს ვიცნობთ ოპოზიციაში და ბევრი მეგობარი ყავს, მაგრამ მათქანაც პირში უცხარ და ზოგადად არ ვლაპარაკობ რომ 300,000 ქართველი გარეთ გამოსული, ეს არის მოგებული ომი, ბრძოლა. 300 არაგვევს შეუცვლია ბრძოლის ბედი, ხო და ეს იყოს დაუშვებელი შეცდომა, გამოუსწორებელი, რომ ამდენი ადამიანი, აბა, კაი ბიჭები ყოფილიყვნენ, ერთი 300,000 მიდგომა და რასიზმამდე ერთი მეტის. 300 კი არა, 500,000 მილიონი უნდა გამოვიდეს. ნახონ ესენი. მე პირადად ვამბობ, რომ მე მართლა აღარ მჯერა პოლიტიკოსები. არ მჯერა, ბევრის არა ეხლა როგორ ვაკადროს, ყველას ეხლა ყველა ესაერი არ არის, მაგრამ ძირითადად ყველა იტყუება. ხალხის მოსაყურებელი შემოიყვანა. ესეთი კაცი განცხადები მე ჯერ არ მოვიცნენი ეგრეა. ნუ სიმართლეს ვიძახით, ხო არ ვამბობ. ესეთი კაცი. გამარჯობათ ბატონო დავით. ისწრებთ თქვენ სტუმრებს. მოგესალმებით. რო გიყურებ თავის სამოთხეში მგონი ეს შემსიამოვნებს თქვენი საუბარი. მე მინდა იმ ქალბატონს რომელმაც დარეკა და თქვა რომ ეს არის სერჯან პავლოვის ქუჩა, ხდება. ეს არის მეცნიერ პავლოვის ქუჩა. ეს იმბარი არა პრობლემაა, გასაგებია. შემდეგ რაც შეეხება მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ცხოვრებთ. ნუ ველავთ, არავინ არაფერს არ გადაარქმევს. ასე ჩვენ რო წავიდეთ შუს, ხვალ რაღაც უთანხმოება მოგვივიდეს, მაგალითად დასონხეთთან. ესე იგი, აწარმოები შუშანიკის წამებიდან უნდა ამოიღოთ შუშანიკი, ვინაიდენის სომეხი იყო და ვარსკელი დავტოვოთ სოლის გარეშე. აბო, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს, რომ დავეჯახეთ არაბებს. გავახრო ჩვენი ისტორიიდან აბო, რუსებმა გააქრო ნოვაგრუზინსკაია და ასე შემდეგ და მისთანები. ეს არის ერთუჯრედიანი ადამიანის მიერ წარმოთქმული აზრი. ამას ქართველი ხალხი არ აღვება. დიდი მადლობა, კარგად გასაგებია. მაინც გამხებას მეუბნებით რავი, ააკეთებ კომენტარი ხალხი. აქ მე ვიტყოდი რომ აი უბრალოდ აი მაყურებელს უპასუხებ იმით რომ
სხვადასხვა ფუნქცია აქვს შეადარა სომხეთს. სომხეთი და რუსეთი არის სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი. რუსეთი არის ჩვენი მარადიული მწერი, რომელიც არ შეიძლება გამოსწორდეს და რომელთანაც ურთიერთობა არ შეიძლება გამოსწორდეს, იმის გამო ოთხულია და სახელმწიფო აი ეს აზრი ესე იგი მკვიდრდება და სომხეთი არის მეზობელი ხალხი სახელმწიფო, რომელთანაც შესაძლებელია ასე წავიდეს ურთიერთობა და ისე წავიდეს. ამიტომ და სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ხდება ის, რომ რუსეთი არის ძალიან საშიში და ძალიან საშინელი ქვეყანა, რომელსაც ბოლო დროს აქვს იმპერიული გრაფები ძალიან ისეთი განვითარებული. და მართლა ესე დიდი საშიშროება არის. მაგრამ ამავე დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაუსვა აბსოლუტურად ესე ყველაფერს ესე იგი იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის და ის რომ ესე იგი რუსეთს აქვს ძალიან დიდი კულტურა და ძალიან დიდი ისტორია. და ამას ესე იგი მოყვება ის რომ არ შეიძლება რუსეთის საზოგადოებაში მარტო უცხოელები იყვნენ და ადამიანები არ იყვნენ. და თავიდან ბოლომდე ესე იგი აი ესე თქვა რომ აი ეს არის მარადიული მწერი, ეს მხოლოდ შეიძლება იმას, ვისაც უნდა გაიადვილოს ქვეყნის მართვის ამოცანა იმით, რომ იყოს მუდმივად არსებული გარე საფრთხე, რომლის გამო აქ უნდა იყოს მობილიზებული, დარაზმული და შეიარაღებული მთელი ხალხი. ავტორიტარული რეჟიმი, ესე იგი, ამას მოყვება თავისუფლად და კარგი ცხოვრება, ესე იგი, ზოგიერთისთვის არის იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ასეთი გარე საფრთხე, რომელზეც შეიძლება ყველაფერი, თქვათ ესე იგი, თქვა, აი იმის გამო მე აქ დემოკრატია არ მექნება. როგორ შეიძლება? მე აქ თავისუფალი პრესა არ მექნება. მე აქ ესე იგი, მრავალპარტიული პარლამენტი არ მეყოლება. იმის გამო, რომ ესე იგი, აი მაშინ ჩვენ ვსუსტებით ამის წინაშე და მაშინ შევჭამენ ესე იგი ეს ჩვენ უცხოელები. ესე იგი, ასეთი გზით საქართველოს ჩამოყალიბება, გაძლიერება, ნორმალურ ქვეყნად აღქმა მსოფლიოში ჩვენი ქვეყნისა უბრალოდ არის. დიდი მადლობა მაყურებელებო. ისმენთ ოღონდ ახლა კიდე ამ პავლოზე პავლოზე არ არის. მოსკოვის გამზიზე და რა ისმენთ დიახ ფასაფიქსები არ ქონია იმ კაცსა რომ მარტო ქუჩები დაანგრიონ და ძეგლები გადაიტანონ და გადმოიტანონ. დაანგრიონ კაზინოები, ტოტალიზატორები, პოკერები, თან გაყოფილია. ვალებში ამოიღო ბანკიდან ხალხის ვალები. სახლები რო გაყიდეს, ბავშვებმა რა გააკეთონ არ იციან, მიდიან, იპარებიან, თამაშობენ, მერე ედებათ ვალები და ქურდობენ და მერე ციხეში ვარდებიან. საქართველო იღუპება, საქართველო არის მოსავლელი, აი ამაზე იფიქროს პრეზიდენტმა. ის კი არა რომ სოფლის მეურნეობა დავაეფო, გაიაფდება სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობა თავი დაანებოს, გააეფოს გაზი, შუქი, ლარნახევარი გადამახტევინეს, რო გადავიხადე დამატება თვითონ გადახტაზე 50,000 თეთრი გაზი, შუქი და ტელეფონი. აი ეს მაგათ მოუწყოს ეს კორუფცია მანდ მოსწყოს ორე გლეხებსა დაუდა. მე არა ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ რაც გაჭირვება არის ქალაქში, ამდენი ხალხი დაიხოცა, ამდენი ხალხი დაავადდა, ყოველდღიურია დღეს თავის ტკივილები, მოწამლულები, ნახევარი საქართველო აღარ არსებობს, სახნო რატო არ იცით ეს ამბავი? მადლობთ, კაკეთეთ უნებოდ კომენტარი. მე მგონი აი მომენტზე რომელზეც ქალბატონი საუბრობდა ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. კი ბატონო. აი ეს არის ზედრებ გახსნა ქალაქში ეს გასულობრივ სკოლისა და სამოქმედო რეკმა რა არის და დავით ერთი კომენტარი. კი ბატონო, რაღაცა ვერ მოვყარით, უბრალოდ რეზუმაში უკარი ძიადის წესრიგ და ეს იყო დემოკრატიაო. რომელს გაეკიდა ეს მაინტერესებს და მე მაშინ რა დემოკრატიაზე იყო საუბარი, ნო. ავიტანო, მაგაზე მოდი მაყურებელი შემოვიყვანოთ, გისმენთ, დიახ, ეთერში ხარ, ძალიან ბევრი ზორი მოყვა. მოგესალმებით. ისიც არის, აი ჩემს იყო ესეთი ზარი ქალბატონის ზარი იყო ამ კათოლიკოსის და კაზინთან დაკავშირებით. ისიც არის, მე არც ვაპირებდი გარეკოს, ძალიან მესიავნეს გარესო შემოვიდა. ზუსტად ერთი წლის განმავლობაში ისე იგი 1 ნოემბრიდან აი დღესაც 6 ნოემბერი 14 მიცვალებულთან მეთავეს. 14 მიცვალებული იყო თვითმკვლელობით. ბავშვები 21 წლიდან აი 61 წლის წათმა ჩემ მეზობლად გაზი გაუშვა და გარდაიცვალა, იმიტომ რომ მან წააგო ფული. აი ამას თუ მოსწონს, ეს არის ფაშინელისენი ხალხო, ისიც არის, კი გამოვალ, ხალ აუცილებლად გამოვალ, ხალ იბრძოლებს, ხალ ჩაჭირავს, მაგრამ მე უნდა მიშას მიმართო. საქართველოს პრეზიდენტო, ну თუ აი ეს ბიჭები ახალგაზრდები ქალები თამაშობენ, არც იღუპება ერი.
ჩვენ დემოგრაფიული საკითხი ვიდახეთ, დემოგრაფია არ იქნება ხალხი, ისეთ ხალხი იღუპება, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა